მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა. დღესვე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხა. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია. ღმერთმაინებოს თითოეული ჩვენგანის სულიერი ფერისცვალება და გარდაქმნა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი და ძალა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ულოცავ მთელ საქართველოს წყინვალე დღესასწაულს უფალი იესოს გაბწყინებას თაბორის მთაზე და სრულიად საქართველოს ფარავდეს ღვთისმშობელი დედა. სიკეთეს ბედნიერებას ულოცავ ყველას მშვიდობას რაც მთავარია. გირეცავთ ფერისცვალებას დრამას დაესწარ. მართლმადიდებელი ულოცავ და დღეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. საუფლო დღესასწაული არის დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ აშკარად გამოჩნდა ქრისტეს დიდება, ქრისტეს ის რომ ნამდვილად ღმერთია, გარწყინდა, გადიდა და მოციქულების თვალწინდა. თავისი ნათელი თავისი იმითი აჩვენა რომ ყოველი შემძლე და ყველა ძლიერია და ის მინდა თქვა რომ დღევანდელი დღის მადლი ქრისტეს მადლი ქრისტეს შემწეობა და ყველაფერი რაც ქრისტესგან სიკეთე მოდის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სიკეთე მოდის ყველა მართლმადიდებელს მარტო მართლმადიდებელს არა რა არ ვიქნები ესეთი ცალკე მიკერძოებული რა ყველა მთლიანად მთელ სოფლიოს მინდა რომ მშვიდობა და ბედნიერება და სიკეთე უსურო და ყველა მინდა რომ ღმერთის ყოფილიყო ყველა მოტრიალებულები და დიდება უფალს რა და დღეს გილოცე კიდევ მრავალ დავასწროთ ყველა. ფერისცვალება ყოველი წლის 19 აგვისტოს აღინიშნება და ის 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.